სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ქრისტიანები ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ მეორის ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს თუ არა ის, რომ სამყაროს ყოფიერების ყველაზე მთავარი საიდუმლოება შეიცნო, რომ ღმერთი ცოცხალია და ის ადამიანად მოვიდა და მან ეკლესია დაარსა და მას სურს შენში დამკვიდრდეს როგორც ტაძარში. ამისათვის გააკეთა ყველაფერი თვითონ ერთადერთი შენგან რაც არის საჭირო, ეს არის შენ გააკეთო უმტკიცესი არჩევანი ამ ღვთაებრივი საქმის გათავისებისთვის და პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები. ეს ერთის მხრივ რამხელა ბედნიერებაა და კიდევ ერთხელ მეორე კაცმა რაღა უნდა ინატროს ამაზე მეტი. და რომ მარადიულად ვიცოცხლებთ როგორც ღვთის შვილები სასუფეველში. და მეორე ის რომ ამ ყველაფრის ცოდნა მახსენებს უფლის სიტყვებს, რომ ვინც მეტი იცის, მეტად განისჯება და ისჯება, იგვემება. ანუ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ჩვენ. არადა ჩვენი გარდაცვალების დრო ახლოვდება. ის ხო არ შორდება, არ შორდება, არამედ ახლოვდება. ახლოვდება შეუქცევლად. თითქოს ნელა, მაგრამ გაუჩერებლივ. მცირეოდენ პაუზასაც არ აკეთებს. მიზან მიმართულად, დინჯად, შეუჩერებლივ ყოველგვარი პაუზის გარეშე, როგორც გითხარით, მივიწევთ გარდაცვალებისკენ. თუმცა შეიძლება ეს პროცესი მოულოდნელად ზვავისებურად დაჩქარდეს და ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. და რაზეა ეს დამოკიდებული? ღვთის განგებულებაზე და ადამიანის შიგ თავსზე, რომელიც ჩვენ არ ვიცით. იყვნენ წმინდანები, რომლებსაც გარდაცვალება უნდოდათ და უხაროდათ, თქვათ პავლე მოციქული თუნდაც, მაგრამ უდიდეს უმრავლესობას ეს არ უნდა. მიზეზი არის ის, რომ არა მარტო ის, რომ ბიოლოგიური სიკვდილის იქით ვერაფერს ვერ ხედავს. მე ახლა მორწმუნეებზე ვსაუბრობ. მორწმუნე ხო ბიოლოგიური სიკვდილის იქით იყურება და მაშ რატო არ უნდა? იმიტომ რომ მას ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ შეიძლება ვერ გამართლდეს. ვერ გამართლდეს იმიტომ, რომ მას აქვე ჯერ არ აქვს გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა. ურთიერთმცნობელობა არ დამყარებულა მათ შორის. ადამიანი ამას როგორ გძნობს? ამას ადამიანი გძნობს იმ სიცარიელით, რომელთაც ყველა ვცხოვრობთ, რომელსაც გვინდა გავექცე და ვერ გაურბივართ, რომლის ავსებას ვცდილობთ ამ ქვეყნიური სიამტკბილობებით ან პატივ მოყვარეობით და ეგოიზმით და საკუთარი სიმართლით, მაგრამ არ ივსება და არც აივსება არაფრით გარდა ღმერთისა. და როცა ადამიანი ამას ქვეცნობიერად გძნობს და განიცდის, მას არ უნდა ცოცხალი ღმერთის წინაშე წარსდგომა. ეგ არის. ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. არ მინდა რომ დღეს, ამ წუთში ღვთის წინაშე წავსდგე, თავს ვერ გავიმართლებ, თავშაქინდრული ვიდგე და როგორც არასაქორწინე სამოსელში გამოწყობილი ადამიანი ვდუმდე, როცა მეტყვის აქ როგორ მოხვდი შენ. როგორ შემოხვედი შენ აქ? შენ ხო სინანულის საქმეები არა გაქვს. კი, გწამს და მოხვდი, მაგრამ სინანულის საქმეები რო არა გაქვს. გესმით? ამიტომ ქვეცნობიერში ეს ჩვენ გვიზის და ჩვენ არ გვინდა გარდაცვალება. მაგრამ ჩვენ არავინ კითხავს. ამიტომ ეს პროცესი მიდის ბუნებრივად ნელ-ნელა, მაგრამ პაუზების გარეშე. რაც ახლა საუბარი დავიწყე და ახლობით 5 წუთი გავიდა და ჩემი საუბრის დაწყებიდან ამ წუთამდე 5 წუთზე მეტი სიცოცხლე უკვე დაგვაკლდა 5 წუთზე მეტი სიცოცხლე. კარგია რომ ეს 5 წუთი თუ გამოვიყენეთ ღვთის სიტყვის მოსმენაში და გულის მიერ განცდაში, თუ ეს 5 წუთი გამოვიყენეთ ღვთის სიტყვის მოსმენაში და გათავისებაში, მაგრამ თუ ეს 5 წუთიც არ გამოვიყენეთ ამაში, არამედ გაფანტული გონება ქონდა, ეს 5 წუთიც დაკარგულია და ასე იკარგება ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი და ყოველი წამი და საათები, დღეები
და გვაქვს კერპი, საკუთარი ეგოიზმი, პატივმოყვარეობა, სიმართლე, ანგარება, შური, ამასოფლის გეგმები, მიზნები, სიამოვნებანი, რა ვიცი, რა აღარა გვაქვს. კერპი, ანგარება, პავლე მოციქული ამბობს, ანგარება ეს არის კერპთა ყვანისმულობა. ანგარება ყველაფერი, როცა ადამიანი არა ქრისტესას, არამედ თავისას ეძიებს, ყველაფერი ანგარებაა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიცით, ჩვენ მაინც რაღაც ისე ვერ ვცხოვრობთ, როგორც საჭიროა. კიდევ ერთი ნიუანსი. ჩვენ ვიცით, რომ უფალი არის სიყვარული. ვერაფრით ვერ წარმოიდგენ, რა უნდა გაეკეთებინა ღმერთს იმაზე მეტი, რაც გააკეთა. აი წარმოუდგენელია უბრალოდ. ისე რომ შენი თავისუფლება შეენარჩუნებინა ამ დათქმით. რა უნდა გააკეთოს ღმერთმა? უფრო მეტი, აი ვიღაცა მოიფიქროს, რომ ღმერთო, ეხლა იცი რა, ხო ეს ხო ყველაფერი, ეხლა მე მინდა შენ გააკეთო ეს ჩემთვის. კიდე მესმინა გააკეთო და მაშინ შენ გიერდგულებ და ისე არა. რა არის ასეთი? მომეტყვით, რომ ესე იგი ის ორმოში ჩავარდეთ და სრულ უფლებაში ვიყოთ. აბა მაშინ იწყება ადამიანთა გადაგვარება თუ იწყება. უფალი ყველა კი არ ამბობს, რომ აკლები უფრო ადვილად გაძვრება ნემსისხვრელში, ვიდრე დიდარი შევა სასუფეველოში. დიდრები არიან, სასუფეველოში შედიან, არიან. მაგრამ ეს დიდრები არიან, რომელიც ღვთისნებით ცხოვრობენ. ისე როგორც ღარიბი კი არ შევა სასუფეველში თავისთავად, არამედ ის ღარიბი, რომელიც ღვთისნებით ცხოვრობს. უბრალოდ ღარიბი, რომელიც სიმდიდრეზე ოცნებობს და მდიდარი, რომელიც ფუფუნებით ტკბება, ნაკლებად ცალიათ ხოლმე სიმდიდრით დატკბობილ და სიმდიდრეზე მეოცნებე ადამიანებს, ანუ მიწიერზე მეოცნებე ადამიანებს, ნაკლებად ცალიათ გაიგოთ რა არის ღვთისნება, რაღაც საინტერესო არ არის, ნამეტანი პროზაულად ეჩვენება. და ეს იწვევს იმ უბედურებას მე. რომ ადამიანი ისე გადის ამ ქვეყნიდან, რომ ცარიელია შინაგანი. და ეს ყველაფერი ჩვენ ხო ვიცით და ჩვენ გვაქვს ხშირად იმის განცდა, რომ ხო, კი, მაგრამ ღმერთი ხო მოწყალია. რა თქმა უნდა მოწყალია. ღმერთი ხო სიყვარულია, რა თქმა უნდა სიყვარულია. ღმერთმა ხო ჩემი ცოდვები თვითონ აიღო და ჩემს მაგივრად თვითონ მოკვდა, რა თქმა უნდა. ღმერთმა კი არ მაპატია, არამედ გამამართლა, რა თქმა უნდა. მაგრამ არის კიდე სხვა რამ, რომელსაც ვივიწყებ და ეს სხვა რამ არის ჩემი პიროვნული არჩევანი სისხლამდე ერთგულებით დამტკიცებული, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ სისხლამდე წირა არ აღუდგებითო ცოდვას და ამიტომ ვერ ამარცხებთ მას. და აი ეს მეორე მხარე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სისხლამდე წინ უნდა აღუდგეთ ჩვენ ცოდვას და რა არის ეს სისხლამდე წინ აღდგომა? ისე ვიმეორებ. არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე, ბევრი ფილოსოფია კი არ არის ეს. და სულ მუდამ ცდილობდე, რომ ღმერთს სათნო იყო, არათუ მხოლოდ საქმეებით და სიტყვით, არამედ ზრახვებითაც სათნო იყო ღმერთ, მუდამ ჩართული იყო შენს გულში, აი გონების მონიტორინგი ერთგვარი უკაცრავად ტექნიკური სიტყვისთვის, რომ არ გამოგჩეს პატარა გამოძრავებაც გულისას, რომ ღვთისათვის სათნოა თუ არ არის სათნო. დამღლელია ეს ადამიანი იტყვის, არ არის დამღლელი. ადამიანს რომ მეორე ადამიანი უყვარს და ის უყურებს, დაიღლება საყვარელი ადამიანის სქერით, თუ უყვარს, არ დაიღლება. ქორწინებაში წესია, რომ მოგწონთ ხოლმე ხანდახან ერთმანეთი და ერთ-ერთი რასაც მე თქვენ გეუბნებით. გბეზდება ეს ადამიანი. თუ ერთი სული გაქვს, სულ მასთან იყო, ყოველდღე ნახო, დღის განმავლობაში სულ ნახო, თუ კვირაში ერთხელ ხანდახან ნახულობთ, გაისეინებთ და მე ფიქრობთ დაქორწინებას. და თუ არ გენატრება ყოველწამიერად და თუ ესე იგი ხანდახან იღლები მისით, არაფერ შეიძლება თქვენი დაქორწინება. ეს არ არის სიყვარული. ასია ღმერთთან ზუსტად, ოღონდ ღმერთთან ჩვენ ეს უნდა გამოვიმუშაოთ, იმიტომ სხვა გზა არ აქვს მაინც. და აი სანამ ჩვენ ღმერთი ისე შეგვიყვარდება, რომ მართლაც
არც ერთი წამი არ გვექნება მის გარეშე და ეს მონიტორინგი რო ვახსენე, ესეც კი საჭირო აღარ იქნება იმდენად გავსებული ვიქნებით ღვთისადმი სიყვარული, სანამ ეს მოხდება და დამერწმუნოთ ჩვენ არა ვართ ასე შეყვარებულები უფალზე რომ ეს ჩვენ არ გჭირდებოდეს, სანამ ეს მოხდება, მანამდე არსებობს სახარების სხვა მუხლები, რომელიც საინტერესოა ჩვენთვის და ერთ-ერთი წაგიკითხავთ მათეს სახარების, რაც დღეს აღმოვიკითხეთ, რომელი არ ჩემთანა, ვინ ჩემთან არ არის და ვინ არ არის ქრისტესთან. გონებით მის არ მიისწრაფის მისკენ, გულით არ ცდილობს მის სიყვარულს, ნებით მის ნებასთან თანხვედრაში არ არის, არასრულებს მის ცნებას მოუკლებელოცვის შესახებ, მარადიული სიხარულის შესახებ, ხშირი ზიარების შესახებ, მოყვასისადმი ერთგულების შესახებ, სიყვარულის შესახებ კანონს და ასე შემდეგ, ვერ ერთგულებს მას და ესეთი ადამიანი არ არის ქრისტესთან და ამბობს, რომელი არ არის ჩემთანა და იქ არ გიტოვებს ალტერნატივას. რომელიც არ არის ჩემთან, ხო, ცოტა არ არის თლად კაი დღეში და ცოტა სულიერი ცხოვრების ტემპერატურას მოუმა. ასე არ ამბობს ქრისტე, არ ამბობს. ასე რო ეთქვა, კიდე ხო არ ამბობს ასე. სამყარო შემოქმედი. ის ამბობს, რომელი არ არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს. რომელი არ შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. არ არის ესეთი თანამედროვე ულტრალიბერალური მიდგომა. ეს არის ხისტი მიდგომა. არის ხისტი მიდგომა, რა გავაკეთოთ? შავი და თეთრია, დიახაც აქ. აი შავი და თეთრია. შენ ხო არ მოგწონს შავი და თეთრი? აქ არის შავი და თეთრი. ამისთვის გეტყვით თქვენ. აი ეს სიტყვები, რომელსაც ვერ იგებენ, რომელსაც გვერცულიან, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევოს კაცთა, ხოლო სულის წმინდისა გმობა არა მიეტევოს კაცთა და ნახეთ რას ამბობს. არ მიეტევებაო სულის წმინდის გმობა. არც ამ სოფელსა და არც ამ მერმესა. რას ნიშნავს მერმესოფლს არ მიეტევოს? მარადიული ჯოჯოხეთი აქვს ადამიანს. ვინც არის სულიწმინდის გმობელი? ვინ არის სულიწმინდის გმობელი? სულიწმინდის გმობელია არა ის, ვინ ცოდვაში ვარდება. ცოდვა კი არ არის დამღუპელი, თავისთავად. აი არსებობს ესეთი სიტყვა, ხო, ცოდვაში დაცემა. ხო არ არსებობს ცოდვის წინაშე წაწვება ადამიანი. წაწვება არა. ამიტომ აქ მისი ნება, მისი არჩევანია, დაცემა, მისი არჩევანი არ არის, ცოდვა არ უნდა იყოს ჩვენი არჩევანი და მაშინ ცოდვა არ არის დამღუპელი, იმიტომ რომ ასეთ ცოდვას, როცა რომელიც მისი არჩევანი არ არის, ადამიანი ყოველთვის ინანიებს. ეს მით ყოველთვის ინანიებს. სულიწმინდის გმობელი არის ადამიანი, არა ის, ვინც ცოდავს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვცოდავთ. არამედ ვინც თავის ცხოვრებაში აი პირად, აი მე ჩემ თუ ცხოვრებაში ღმერთს თუ ვერ ვხედავ და შესაბამისათაც ვიქცევი. ღმერთს ვერ ვხედავ რა ჩემ ცხოვრებაში და რა ღვთის ნება კაცო. კი ვიცი არსებობს რა, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ვერ ვხედავ. ამიტომ ცხოვრობ ჩემი ნებით, ჩემი სიმართლით. ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, სადაც აშკარად ღმერთის ხელი ვლინდება. აშკარად დააკვირდით საკუთარ ცხოვრებაში. რაღაცა მოხდება, ვიღაცა რაღაცას გეტყვით. ყოველ წამს ჩვენ ცხოვრებაში ხო, ჩვენი ცხოვრება ხო სავსეა მოვლენებით. ამ მოვლენებით გელაპარაკებათ ღმერთი და დაფიქრდით. და თუ თქვენ აი ამ მოვლენებში ღმერთს ვერ დაინახავთ და წარმატებასა თუ წარუმატებლობაში თქვენს გონიერებას ან შეცდომებს დაინახავთ, ან შემთხვევითობას დაინახავთ, ან რაღაც კანონზომიერებას დაინახავთ. მაგრამ არა ღმერთს. თქვენ ახლოს ხართ სულიწმინდის გმობასთან. სულიწმინდის გმობა ნიშნავს ღმერთის განდევნას საკუთარი ცხოვრებით და შენი ცნობიერება რომ არ იღებს ღმერთს შენს ყოველდღიურობაში. არამედ ყველაფერი არის შემთხვევითობა, ყველაფერი არის შენი მარიფათის წყალობით ან რაღაცა, მოკლედ. ამიტომ ამას ყურადღება მივაქციოთ. არც ერთი ღერი ართ თმა არ ვარდება ჩვენი თავიდან ღვთის განგებულების გარეშე. არც ერთი ღერი თმა, ეს არ არის მეტაფორა, ნამდვილად ასეა. და ნახეთ მე როგორი შეფასება ამის მერე. სად არის აქ რომ ღმერთი გვეფერება ნებისმიერ მიზეზად? არ არის ესეთი რამე. აქ ესეთი რამე წერია, უფალი ესეთ რამეს ამბობს. ნაშობნო იქედნენ, გველი სახეობა არის, მე არ მინახავს, მაგრამ რაღაც საშინელება არის. ნაშობნო იქედნეთან, ნახეთ, ღმერთი რომელიც არის სიყვარული, რომელიც შენი ცოდვების მაგივრად არის მკვდარი,
ნაშობნი ხარ. ანუ გველი ხარო რა გეუბნები. ეს გავს ქრისტეს სიტყვებს? რატომ არ გავს? ვინ თქვა რომ ქრისტეს ასეთ სიტყვების თქმა არ შეუძლია? საიდან მოვიტანეთ? ნაშობნო იქედნეთანო, ვით არ ხელგეწიფების კეთილისა სიტყვად. ნახეთ, თქვენი სიტყვას კი კეთილი შეიძლება არ იყოს. რამე თუ თქვენ უკეთურნი ხართ, რამე თუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვის და ის სულიწმიდის გმობელი ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი, ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში ღმერთს ვერ ხედავს, იმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის უკეთური შინაგანი სამყარო, რომლის ლუსტრირება ხდება სიტყვით. ამიტომ ამბობს, რომ გველის ნაშობნები ხართო თქვენ. იმიტომ რომ უკეთურები ხართო. და საიდან გვიჩვენებს, რომ უკეთურები ვართ? ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი. კეთილმა კაცმა კეთილისაგან საუნჯისა, ანუ გულის გამოიღის კეთილი და ბოროტმა კაცმა ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. ანუ ჩვენ რასაც მეტყველებთ, უსიყვარულოდ, ქედმაღლურად, ტონით, ცუდი ტონით, მზაკვრულად, სიბილწეს როცა ვმეტყველებთ, როცა განვიკითხავთ, როცა დავცინით, როცა ცინიკოსები ვართ, როცა უმკრეხელობთ საქართველოში ადამიანები დაავადებულები არიან კრეხელობით, დაავადებულები. ასეთი ადამიანებს ბოროტე საუნჯი აქვთ. ამიტომაც ამოდის ეს ბოროტება პირიდან. და არათუ ბოროტეი ამოსული ბოროტი და რაც ხშირად გვითქვავს, ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამე თუ ყოველი სიტყვა უქმი, არაფრის მაქნისი სიტყვა, არა ბოროტი პირდაპირ, არა მკრეხელური, არამედ უქმი, არაფრის მაქნისი, არაფრის მომცემი. უქმი, რომელსაც იტყოდიან კაცნი, რომელიც არაფერს არ იძლევა. უბრალოდ მოყვასაც კი არ გაახარებს ცოტათი მაინც, არ რაღაცა შვებას არ მოგძვნის, არა, უბრალოდ ისე ისვრის. ესეთი სიტყვაც კი, რომელსაც იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვისა მისთვის დღეს ამას სასჯელისაცა. რამე თუ სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო. დიახაც, ყოველი ჩვენი სიტყვა სადღაც იწერება და ჩვენ პასუხს ვაგებთ. ადამიანებს აქვთ იერარქიული ცნობიერება მორღვეული, სამყარო იერარქიული პრინციპით არსებობს ხალხო. ჯერ იყო და ბოლშევიკები იყვნენ და სოციალისტები და მანამდე საფრანგეთის რევოლუცია და ეს ადამიანებს, ესე იგი, წაუშალეს ეს ობიექტურად არსებული სინამდვილია იერარქიული წყობა სამყაროსი, რო არის ღმერთი და მერე ანგელოსთა ტრიადები იერარქიული პრინციპით და მერე ეს გადმოვიდა, როგორც წმინდა დიონისე არეოპაგელი ამბობს ეკლესიაში, ასევე იერარქიული პრინციპი. იერარქიული არსებობს მამა, დედა, მშობელი, ბებია, ბაბუა, ეს პატივისცემა უფროსის გესმის, ასე იზრდება ბავშვი, ეს აუცილებელია, ამის გარეშე ადამიანი ველური ხდება ჩვეულებრივად ადამიანი. იერარქიული პრინციპი რომ არ არსებობდეს, ადამიანი ხდება ველური და აი აქ არის სწორედ საოცრება, რომ იერარქიული პრინციპი კი არის, მაგრამ ადამიანი სწორედ ამ იერარქიულ პრინციპში ხდება თავისუფალი. პავლე მოციქული ამას საოცრად ამბობს, რომ რომის მოქალაქე, რომელიც არის თავისუფალი, ასე იბადება, ეთქვა დიდგვაროვანი რომის მოქალაქე და ვიღაცა დიდი, თუნდაც იმპერატორის სახლში დაიბადა ან სადღაც. მაგრამ პატარა რომ არის, მორჩილებით იზრდებაო, პავლე მოციქული ამბობს. მას პედაგოგები ყავს, რომელიც ძალიან მკაცრად ზდია. და არადა ის თავისუფალია, უკვე თავისუფალი დაიბადა. და ეს სამოქალაქო თავისუფლების მაგალითი, რომელიც მორჩილებით რეალიზდება, პავლე მოციქული მე ამას განავრცობს და ამბობს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება მორჩილებაში აღიზრდება. თორე ადამიანი პირუტყდება უბრალოდ. ველურდება. და ამიტომაც ამბობს, აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში დღეს აღმოვიკითხეთ, და ყოველი სული, ანუ ყოველი გონიერი არსება, უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს. რადგან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისგან. ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია, ამიტომ ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება. ხოლო წინააღმდგომი თავის თავზე თვითონ მოიწევენ სასჯელს. როდესაც პავლე მოციქულს გაარტყავენ და პავლე მოციქული ცოტა უხეშად მიმართავს, მე ეტყვია, რომ ეს ის არისო, კაცო, რომ როგორ
უბრალოდ პავლე მოციქული უხეშად რაღაც ცილის წამებაზე უხეშად მიმართავს და გაარტყავენ. როგორ ესაუბრები მღვდელმთავარსო. და ვინ მღვდელმთავარზეა ლაპარაკი? ეს ის მღვდელმთავარია, რომელმაც უკვე ქრისტეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და მოკლა. გესმით? კაიაფაზეა საუბარი. და ეს კაია ვერცრობს ახლა სახეზე სურათი ხო არ იყო ნანახი არა აქ და რაღაც ისე უთხრა რა. ცოტა უხეშად უთხრა და იქ სახური იყო და გაარტყა სახეში პავლე მოციქულს მღვდელმთავარს ესე როგორ ელაპარაკებია და ბოდიში მოიხადა პავლე მოციქულმა. არა და პავლე ხო მართალია, მაგრამ ბოდიში მოიხადა და იქვე ამბობს, რატო იხდის ბოდის? იმიტომ რომ შენ ერის თავარს ესე არ უნდა მოექცე და ასე არ უნდა ელაპარაკო. დღეს შეხედეთ საქართველოს რა დღეშია. რა დღეშია, ესე იგი თითქოს შეპყრობილია იმით, რომ ვიღაცებმა ეს გარდაცვლილი პატრიარქი, ეხლა ცოცხალი პატრიარქი, ისეთი განსასწრელი შეიძლება მოაწიოს, ამან გააზრებას კი მზარავს უბრალოდ. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მცირე პროცენტია, პატარა მცირე პროცენტი, რომელიც უბრალოდ ხმაურობს, თორე ეს რომ ბევრი ვიყოთ, დავიღუპებით. ყველაფრის ღირსიც ვიქნებით. თავის თავზე მოიწონენ სასჯელს. ეს არის ღვთის განგებულება, ღვთის დადგენილება. და ნახეთ, არანაირი თეოლოგიური ცოდნა თვით სამღვდელო იერარქიაც ამ დაავადებას არ შველის და ეგ სიტყვები კიდე რამ კაცრია. ყოველ ხელმწიფებას, რომელიც ღვთისგან არის დადგენილი, ვინც ეწინააღმდეგება, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება და ასეთები თავის თავზე სასჯელს მოიწევენ. არა და როგორ ვიცხოვრო მაშინ ადამიანი იტყვის და საოცარი სიტყვებია, არავისი არ გემართოთ რა გარდა ურთიერთად სიყვარულისა. საქმე არა გვაქვს? არა გვაქვს საქმე? საქმის მეტი რა გვაქვს და რა არის ეს საქმე? ჩვენ ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული. ვიცით თუ რა, გვესმის თუ რა, არ გვესმის ჩვენ ერთმანეთის სიყვარული. არ ვიცით, ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული. როგორ დაუთმოთ, მიუტევოთ, გულში ჩავიკრათ, გესმით, ვიფიქროთ კეთილად, ვაპატიოთ, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, მისი უძლურება ვიტვირთოთ. ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული. რაღაცა მომეჩვენა, ან არ მომეჩვენა, რა ის მოგეჩვენა, არ მოგეჩვენა, მამა თეოდორე რაღაცას ურევს. ილოცემისთვის რაღაცნაირად მოიქეცი სიყვარულით, დაგიბრუნდება ეს აუცილებლად. მე რაღაცა მომეჩვენა, რაღაცა ისე არ იქცევა, როგორც საჭიროა, როგორც ან ნებისმიერი არა აქვს მნიშვნელობა. პირველი რეაქცია უნდა იყოს თუნდაც 100%-იანი იყო დარწმუნებული, რომ ის ვიღაცა ჩემ წინ არასწორად იქცევა, პირველი რეაქცია უნდა იყოს მასზე ზრუნვა, რომ მისი არასწორი საქციელი სიკეთისკენ შემოტრიალდეს. ეს არის ზრუნვა ერთმანეთზე და ეს არის სიყვარულის სწავლა. ამიტომ არავისი არ გემართოს რა გარდა ურთიერთ სიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან სჯული აღასრულა. ყველა მცნება მოყვასი სიყვარულშია. ჩვენ თუ ვეცდებით, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს საქმით, მაშინ ბუნებრივად გამოვა, რომ ყველაფრის აღსრულებელი ვიქნებით. ასე მოიქეცი. ვინაიდან მოახლოვდა ძილისაგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი. რაც გითხარით თავში, რომ დრო იწურება, ჩვენ თუ აქამდე გვეძინა უღმერთო ძილით, ეხლა გამოფხიზლდეთ უნდა, იმიტომ რომ ამ გამოფხიზლების ჟამი მოახლოებულია და ხსნა ახლა უფრო ახლო, ეს თქვენთვის ცნობილი სიტყვებია, ხშირად გამომიყენებია ეს სიტყვები, გამიხმოვანებია პავლე მოციქულის ეს დიდებული სიტყვები, ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ, რა თქმა უნდა, აგერა, თითქმის 9 საათი გავიდა, 9 საათის ბიოლოგიური სიცოცხლე მოგვაკლდა, რაც მე ვსაუბრობ. და 9 საათით უფრო ახლოს ავართ ეხლა პასუხისგებლობასთან და ხსნასთან მათ შორის, ვიდრე მე სანამ საუბარს დავიწყებდი. ღამე მიიწურა, მოახლოვდა დღე უფალთან შეხვედრისა. მას განვიშოროთ ბნელი საქმენი და შევიმოსოთ ნათლის რა? ნახეთ, განვიშოროთ ბნელი საქმენი და შევიმოსოთ არა ნათლის საქმენი, არა ნათელი, არამედ ნათლის საჭურველი. საჭურველი არის იარაღი. ხედავთ, ნახეთ, პავლე მოციქულის სიტყვები როგორია, რომ შევიმოსო უნდა ნათლის იარაღი, ანუ ბრძოლისთვის მოვემზადო, იმიტომ რომ ნათელი, რომელიც უნდა შევიმოსო, ის ნათელი არ მომყოფებს პასიურ მდგომარეობაში, ხო ვირწმუნე და რაღაც საქმეები რაში მჭირდება. არამედ ეს ნათელი არის აქტიური ბრძოლის მდგომარეობაში გადასვლა ჩემი. ამიტომ არ ნათლის საჭურველი. შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცზე ზრუნვას აქცევთ ავხორცობად. ნახეთ, ხორცზე ზრუნვას მოაქცევთ ავხორცობად. აქ რა იგულისხმება? ხორცზე ზრუნვა აუცილებელია. მაგრამ ავხორცი არ უნდა გახდე, ანუ არ უნდა კაპირ უტყდეო, მოკლედ გვეუბნება. და ის არ უნდა იყოს მთავარ.
აი ასეა. იმისათვის რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყოთ, უნდა შემოუძახოთ ხოლმე თავს და გვეხმარება ამაში წმინდა წერილი, სულ გვეხმარება, რომელთანაც მუდმივი კავშირი უნდა გქონდეს და ეს დახმარება ეწყეპლასავით რო ხდება, არის აუცილებელი. იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია ძილისკენ, მიდრეკილია დავიწყებისკენ, სიზარმაცისკენ, ეს ხორცელი სიამტკბილობისკენ, სულ მიდრეკილია ღვთისნების უარყოფისკენ და აი ეს წყეპლა გვჭირდება და რა გვინდა რომ ცხოვრებამ გადაგვყრას ეს წყეპლა, ცხოვრების უკან კიდე ღმერთი დგას. ჯობია ჩვენ თვითონ გადავიკრათ ხოლმე ეს წყეპლა, ჩვენი თავი ჩვენ თავადვე გამოვაფხიზლოთ ხოლმე, რომ არ დაჭირდეს ჩვენს მოსიყვარულე მამას ეს წყეპლა თავად გადაგვყრას, იმიტომ რომ მისგან გადაკრული წყეპლა მწარია მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ის დიდხანს გველოდება, როცა ჩვენ საკუთარ თავს არ ვაფხიზლებთ, მაშინ ის გვაფხიზლებს, ეს კიდე მწარია ხო? და მოულოდნე. ამიტომ ვეცადოთ, რომ ჩვენი თავი ჩვენ თვითონვე გამოვაფხიზლოთ, ეს ადამიანს აბედნიერებს, იმიტომ რომ გვასწავლის, მუდამ ვიყოთ ჩვენს ტკბილ იესო ქრისტესთან. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.